25 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ლეგენდარული მიუზიკლის პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის დებიუტი შედგა. ამ დროის განმავლობაში წარმოდგენას პოპულარობა არ დაუკარგავს და მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქის თეატრის სცენიდან უამრავ მაყურებელს იზიდავს. წელს ჩინეთში მაყურებლებმა უკვე მე-100 იხილეს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი. იმდენად მომწონს, რომ უკვე 6-ჯერ ვუყურე. შესანიშნავია, მაყურებელი აღფრთოვანებულია ამ წარმოდგენით. ლეგენდარული მიუზიკლის დებიუტი 1998 წლის 16 სექტემბერს პარიზში შედგა და ის სცენაზე აცოცხლებს ვიქტორ ჰიუგოს კლასიკურ რომანს, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს და მის დაუვიწყარ პერსონაჟებს, ზართამრეკველ კვაზიმოტოსა და ულამაზეს ბოშაქალ ესმერალდას. გინესის რეკორდების წიგნის მიხედვით პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ყველა დროის ყველაზე წარმატებული მიუზიკლია. ახლაც 25 წლის შემდეგაც სხვადასხვა ქვეყანაში მაყურებელი მოუთმენლად ელის კვლავ იხილოს სცენაზე ჰიუგოს უკვდავი პერსონაჟები.